ადამიანები კვდებიან ჩვენს გარშემო და ჩვენ გლოვის მეც არაფერს არ ვაკეთებთ. მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალება რა, ისე სცენაზე დაიღუპა უდიდესი პოეტი, სიტყვის სათქმელად და სავარაუდოდ ლექსის სათქმელად სიყვასული. და ეს იყო ჩემს მეხსიერებაში პირველი შემთხვევა, როდესაც თითქოს ვიღაცამ რაღაცის შეცვლა გადაწყვიტა ამ ქვეყანაში, მაგრამ გაკეთდა ისევ ბუტაფორია. რომ ეს დეფიბრილატორები ვითომ შემოვიტანეთ, ვითომ იფსკ, მაგრამ ამ დეფიბრილატორის თუნდაც შემოტანას და ყიდვას ეს რომ პასუხისმგებლობა მოყვება ამას და ის დეფიბრილატორი სანათი ხო არა, რომ დაკიდო და თავისთვის გააკეთოს ყველაფერი, იქ ხალხი უნდა გადაამზადო, იქ პადები უნდა ცვადო, ელემენტები ცვალო, სწორად დააყენო უნდა იცოდეს ადამიანები. და და ასე შემდეგ, ამ მთელი სისტემა უნდა შექმნა ამის გარშემო. ფული არაფერი არ არის, მაგრამ უნდა იცოდეს. არაფერი არ არის, თული ხო დაждომა უნდა, ფიქრი უნდა და სპეციალისტების დახმარება რა და გაკეთებადი არის და მე მუდმივი მეინტენენსი თუ შენარჩუნება ჭირდება ამას. მარტივად გაკეთებადია. საჯარო თავშეყრის სივრცეებში ვითომ უნდა დაელაგებინათ რაღაცა, მაგრამ კაცახა როგორც შენ არის ის მე არ ვიცი საწავიდა ვაფშე ის დეფიბრილატორები ან მე რა განვითარება საწავიდა მართლა. არ ვიცი მეც არ ვიცი საწავიდა, მაგრამ ნუ სადღაც დადეს და სადღაც დაობდა და ალბათ ეხლა აღარ არსებობს რა, მაგრამ რაღაცა მე მგონი ისე უნდა ყოფილიყო ეგ რაღაც საჯარო თხემისაცნომი და რაღაც ის ადგილებში უნდა ყოფილიყო და მე მგონი რა თქმა უნდა დეფიბრილატორს არც ის საერთოდ ანუ წარმოიდგინე შემთხვევის ადგილზე ადამიანის გადარჩენის შანსი პირდაპირ მნიშვნელოვნად პირდაპირ ესე ვთქვათ პროპორციულად დამოკიდებულია რაზე რომ გული რის გამო გაჩერდა გაარკვიო ანუ კარდიოგრამა უნდა გადაუღო ეს ფიბრილაცია იქ თუ უბრალოდ მთლიანად გაჩერებულია გული ეგ უნდა გაარკვიო და მე უნდა თუ კი ფიბრილაცია ის შოკი უნდა მიაწოდოთ და მე უნდა გააკეთო მაღალი ხარისხის გულფიტვის რეანიმაცია ეს არის მთელი არსი ამის, მაგრამ ხა ყველა ოთახში და ყველა საჯარო სივრცეში და თეატრში თუ სტომატოლოგიურ კლინიკაში თუ სპორტ დარბაზებში ხა კარდიოლოგს და რეანიმატორს ხო ერთაშო. ამისთვის არსებობს ეს დეფიბრილატორი, თვითონ აკეთებს ანალიზს, თვითონ გეუნება რა არის საჭირო და მე თუ კი სრულად ავტომატურია, შოკსაც თვითონ მიაწოდა. ანუ არაფრის გაკეთება არ გიწევს, შენ უნდა პირდაპირ გაგებით ან გელაპარაკება. ან გელაპარაკება, რა თქმა უნდა რა, ყველაფერს და შენ შემთხვევით რომ დაგეჭიროს ან რაღაცა, ანუ შესწვდომასაც ვერ დაუშვებს რა, არ მოგცემს უფლებას რომ რაღაცა გააკეთო. თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. შენ უნდა იცოდე ამის გამოყენება უბრალოდ ჩართვა და მე გულფიტვის რეანიმაციას ჩატარებ. მაგრამ საბოლოო ჯამში ესე რაღაცა მოხდება, რაღაც ვითომ დავფაცურდებით, ვითომ რაღაცა და საბოლოო ჯამში მე ისე მივდივართ.